გამარჯობა ხალხო. ჩანს რამე? მაგრამ ისე არის, რატო არის ეს მოხრილი ვერ გავიგე? როგორ ხართ? იყოს რა ქნა გავაგებთ. ჩემო თბილებო ტკბილებო როგორ გიკითხოთ რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი. ჩვენსკენ ძველებურად. იქ რომ დარეკავს გავიგებთ მაინც. რა ხდება აბა თქვენსკენ. ჩვენსკენ ისევე ძველებურად ვართ. მივდივართ, მოვდივართ სამსახურში. რა ჯანდაბებიო აქ? ვართ ის რა ქვია. გადაქნება გადმოქნევაში. გარბენ გამორბენაში. დავიღალე. წაგად დავჯექე ზუსტად აი 15 წუთი დავჯექე ტელევიზორს შევხედა და აქ გამოვედი მე და აქ დავჯექე 5-10 წუთი. ხალხო რა მინდა. წეგან გიორგი მანახა მე TikTok-ში განმინახია ნამდვილად. გოგოს შვილები წაართვეს. რატომ? ჰაუ! არა ჯერ! ჯერ ეგეთი. სამი შვილი წაართვეს ბავშვს. ქალს ბავშვს თქო. ქალს. ხალხო ბულინგი მიმდინარეობდა გოგოს ისეთი რომ რა ვიცი. და იმასაკნა რა ქვია. ვიღაცამ წაართვა ისინი რა ქვია, ვიღაცამ მოუჩივლეს. რატომ უჩივლეს მაგას ვერ ხვდები? არ ვიცი. ალბათ თქვენც გაიგებდით ხალხო და ვინც დაწერეთ კომენტარებში. ხო და ეს არის რა ქვია. წაართვეს ბავშვები და გუშინ მქონია სასამართლო. საცუდავი ტირის ვიდეოში იმას აქ ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ. მესმის შობელი ვარ და ნამდვილად ძალიან რთულია. იქეთი რაღაცა. შედალოცვილო, შენ ვინ გეკით? აი გინდათ პირადად მე. ვინ მეკითხება მე? ვინმეს? როგორ ექცევია თავისშვის? ნამდვილად ის გოგო რა ვიცი მე. გონი ინვალიდი დედა ყავს. დედა ყავს ის არა ქვია. ეტლზესის მგონი ზუსტად არ ვიცი. ზუსტად მე მგონი. ის არის რა ქვია. მე მგონია. გონი ეგ არის. იმას უნის როგორღაც შვილებს ცოტა იცი რა არის, იძახიან რომ სულთად არ აყავს შვილებიო და რა შენი საქმეა ვიღაცა ხარ სულთად ყავს, არ აყავს. შენ ვინ გეკითხება საერთოდ? შენ შვილს მიხედე ჯობია, ხო? ელემენტარული ხა ცოდო არ არის ის ბავშვებიც ხო ცოდოა პატარები არიან იმათ დედა უნდათ. ცუდი დედა ყავთ თუ კაი დედა ყავთ ხო თავიანთი მშობელია და შვილებს არ მივდივარო, კაცები არ ამოყავს სახლშიო, შვილებს არ მივდივარ და შვილებს არ კეტავს სახლშიო და არ ტოვებო, ღამე მარტოო. როგორც შემიძლია ისე ვხედავ შვილებსო და რა გავაკეთო მეტიო. მეტი მე აღარაფერი შემიძლიაო და მეტი რა გავაკეთო. ხო და საჩივარი შევიდა, რომ ის არის რა ქვია, სოციალური მოვიდა მერე და წაიყვანეს შვილები, ბავშვები. ეთყობა პირობებიც არ ქონდა და სოციალური პირობებიც არა გაქვს ხო და იქნებ იმ სოციალურმა ის შვილები აღარ დაუბრუნოს მერე. და 24 საათი რომ ღმერთს გაიძახიან მერე და იმას აშვებიან. ხო შეიძლება რომ სხვა იმას ახლა რა ქვია. როგორ შეიძლება რომ სხვას ესე გავუკეთო? 24 საათი ქრისტეო, ღმერთიო, ქრისტევის გვითხრაო რომ ერთმანეთი გიყვარდეთ. ადამიანო, ქრისტემ ის კი არ გვითხრა ხალხო რომ იმას აქნა ადამიანს ბულინგით მიმართეო, აბულინგე ადამიანიო, გიყვარდესო ის გითხრა. ის კი არ გითხრა რომ შვილები წაართვიო. კარგად ყავდათ, ლაღად ყავდა იმ ბავშვებს უნდა დედა. რა ვიძახიანო იმ ბავშვები დედასთან გვინდა. დედასთან გვინდაო თვითონ ბავშვებიც იძახიანო. ხო და ცოდო არ არის. იმ ბავშვებს ხო რამხელა ფსიქიკას შეურყევენ ახლა. ფსიქოლოგიურ სტრესს იღებენ ის ბავშვები. ხო, ცოდოები არიან იცი. ძალიან ცუდია ადამიანი რომ აი ესე იქცევა. შენ არავინ გეკითხება შედალოცვილო
ხო უყურებ ხო ელემენტარულ შეიძლება არ მოგწონდეს იმის ქცევა იმის უსუფთავობა იგინებაო და ეს ასმევინებს ბავშვებს მაგაზე უარესებს იმას აშვებიან რა ქვია ქეთი ქველაძე არ იგინება 24 შვიცი ის უზრდელი სიტყვები ამოსდით პირდან მაგრამ იმისთვის არავინ არაფერი უთქვია გაუკეთებია კაცო არც იმას არ უნდა წაართო ნუ შვილებს ასმევინებო რა სიტყვები უარესებს ასმენინებენ და არ უნდა და ეს შვილის წართმევა რა უბედურებაა რა არის მართლა ეს TikTok-ი გაივსო ბოროტებით TikTok-ი მარტო კი არა ზოგადად საქართველოს ბოროტებით გაივსო საქართველოს ის არის ღვთისმშობლის ქვეყანა ის წილხვედრი ქვეყანაო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა კი არა სატანის წილხვედრი ქვეყანა გახდა მეტი არაფერი ხალხმა აუცილებელია ეს TikTok-ი იმის გამო გაგშენ შედალოცვილო უყურო ადამიანს და წახვიდე და შენ უჩივლო იმ ადამიანს და შვილები ჩართვა რა არის უფლება გააქვს შენ მაგისი იმას როგორც უნდა ის იყავს შეიძლება იმ შემთხვევაში იჩივლო ადამიანს უჩივლო რომ ბავშვს ურტყავს სცემს იმას აშვება რა ქვია კლავს მაგრამ როგორც რო ესე TikTok-ში ზის ვიღაცა ლაპარაკობს და შენ შვილები უჩივლო და შვილები წართვა ეგრეა შეიძლება ამას წართვა შვილები და იმას ბავშვს რო უთხრა და ის ბებია ის მართალი იყო ის ქალიო იმაზე იცაყოდნენ მართალი იყო და ამას წართვა შვილები არ ვიცი რა ინტერნეტი ბოროტებით გაივსო რა გებიცები ესეთი უმსგავსო უნაირობა შეიძლება ადამიანი როგორ ამდენი ბოროტი საიდან გამოვიდა გამაგებინა ხა რა არის და ეს არის რა ქვია ალბათ იყო ცხოვრება მოიტანა ცხოვრებამ როგორ მოიტანა თქვენ ხალხო გაბოროტდით ცხოვრება როგორ მოიტანა კაცო იმათ რაღა თქვენ ემიგრაციაში რო არიან აქ ისიქამდე გადავარდნილები და შვილებსაც ვერ ხედავენ და ვერ ეფერებიან და ვერ ეხებიან შვილებს ვერ შვილებს შვილიშვილები ხო იმათ რაღა თქვენ ზოგი შვილიშვილი ვერც იცნობს ბებიას ხო მარტო იმითი კონტაქტი მე ტელეფონი ზოგმა ბავშვი გააჩინა და წავიდა ხო პატარაობიდან დატოვა ბავშვი ხო და ის არის რა ქვია მიმათმა რაღა თქვენ ისინიც უნდა გაბოროტდნენ ცხოვრება მოიტანა ესაო ცხოვრება კი არ მოიტანა იყვნენ ეგეთები და იმი ეხლა გამოჩნდნენ ცხოვრება კი არ მოიტანა დედა გოდეს მანქანა არის იქა კი რა ხდება არ არა წასულია ზაზას მანქანა დგას დაგირეკეს დარეკავენ ალბათ მე რა ვიცი ალბათ დარეკავენ ჩვენ პური არ გვინდა იმწავა მე გვია რო წავიდეს რატო პატარა იმაზე გაგი ის პინდა ჰა პირდაპირ ვთქვით ხო მართლა იმაზე მკითხე სერიალი რო გადის 9 საათზე ის არის ნამდვილი სცენარიო და ორიგინალიო და არ არის ორიგინალი სცენარი ეგ როგორ ორიგინალი სცენარი არ არის რიმეიკია ლიბანური სერიალის რიმეიკია ოდის ლიბანური ვერსია 5 სეზონით სეზონი ახალ შემოსულები ხართ ხო ავიღალე ის სიღარში მიწი ახლა ის საკვები უნდა მოყარო რა და უნდა მოვიღოთ ისინი საკვები და ეს სტარტი უნდა ვაჭაროთ დავუყაროთ საკვები რა უნდა მოიღო აბა უნდა მოიღოთო გოდერძას ვთქვია რომ უნდა ამოვიღოთ ვერ შეჭამენ მაგას და შეერი მოკვდებიან ის არ არის არ აქვს შეჭმული და მიყრია დინას არა ჭამენ არ ჭამენ იმას რა თუნდა დაღრა ახლა დღეს თუ
არ იმას ქნეს რა ქვია. არ ვიცი დაუყრეთ და შევხედავთო და რა ვიცი. არა ფრთხილებს გათა. კი ფრთხილებს როგორ არა. აი ისინი საჰაერობი რო შევხსნა, ცოტა გაფრთხილდა ქათამი. ახლა ისეთი არ არის, ახლა თლა ყველა კი არ არის იგრე, მაგრამ ნაშვება. თითო როლა გამოდის რა. გუშინ 5 წელი თუ 6 წელი გამოვიყვანე დღეს. მე რა ვიცი რატო არის იგრე, მე ვერ გავიგე. ესეც მაღლდება ბებო. კი, სულ მაღლდება. სულ იშლე. ეს ის არის? თუ ეს სხვა? არა იგივეა. ის მაღალი და პატარა ბებო? ხო, პატარა. მე მეგონი სხვა გქონდა. რაღაც უმის მე ერთ უყიდი არაფერი. ინა ოსტატი ისიც დაკარგა რა. მის მერე სად ვიყიდიდი? სად ვიყავი? ხო და ის არის რა ქვია, მის კინაღა ისიც დაკარგა. მთელი ლილო გადავატრიალე და ის არის ყო შტატივი მაშინ. ის თუ ვიყიდეთ რაში გამოგადგა ის? მე ის ხო არ გა. კი ყოფილა იქანა შტატივების ის. როცა დაგჭირდა მაშინ ვერ. როცა მაინც როცა დაგჭირდება მაშინ ვერ იბოდი და როცა არ გინდა კი არა. ჩავიარეთი არის გახსნით ჩვეულებრივ ყველაფერია ამა. შტატივებიც იყო და ქვეყანა რაღაცეები იყო და მაშინ ვერ იბოდი. ეტყობა ახლა გაიხსნა. ალბათ. რა ვიცი რაღაცა და ვაიმე მეთქი გიორგი დაინახე რა ამბავი შტატივებია თქო. მე რა ვიცი. როცა გინდა მაშინ კი ვერ იბოდი. ხო, მაშინ ვერ იპოვე მართალი. ნუ საგჭირდება ახლა. აი სერიოზულად რო რაღაცა დაგჭირდეს, რო ვერ მიაკეთე. კი ვერ მიაკეთებ, ხო. რო არ გჭირდება პირდაპირ მიაწყდები იმას, პირდაპირ. აი სპეციალურად სათამაშოებში რო გინდოდეს გავლა, ხო? სპეციალურად ვერ მიაკნებ. სპეციალურად რო გინდოდეს და ისე კი. დღეს 9 ჯერ მიდის. 9 ჯერ მივდივართ იქ. იმაგიტებით ხომერით მეტაში. ჰა? მე და გიორგი რამდენი წელს სათამაშოები რიქს არ ავკარგავთ. და ჭურჭელის. ხო და ჭურჭელსაც მე მაგალითად რო წავიდე და ჭურჭელი მინდოდეს ვერ ვიპოვე. როცა მჭირდება. ვერ ვიპოვე. მე რა ვიცი. ადამიანს რაღაცა გჭირდება, ვედი აგანებ და მე აზერების ის რო გინდა ადგილი კიდე. აზერების სადაც დგანა. იქ რო გინდა მისვლა, ხო, სპეციალურად მაშინაც ვერ იპოვე და ისე კი. ისე უცბად ისე კი, ისე ხვდები იქით. როცა არ გჭირდება. როცა არ გჭირდება, კი. დავდივართ ილილოში 1-9 ჯილავი ჩამოვიღარ იგნებ რომელი ღარი. სექტორების მიხედვით არის დაყოფილი. ყველა სექტორს თავისი ნომერი აქვს და ეხლა იქ ნომრები რას დაიმახსოვრებ ნომრებს. მარიწამდა ნომა. ის არის რა ქვია. ფეხსაცმელები რო ვიყიდე, შავი ფეხსაცმელები რომ მქონდა წინაზე. ხო დამიმახსოვრეო იმ კაცმა. კი, ისე დავიმახსოვრე რომ ეხლავე რო წავიდე მივაგნებ. სახეზე ხო დამიმახსოვრეო. არ ჩემ მაღაზია. ძალიან და სახეზეც ხო დამიმახსოვრეო, ვისაც ვინც შემოდის არავის ვავიწყდებიო. ისე დავიმახსოვრე რომ არ შემეშლება. ერთი არ შეგვეშლება საგან არის. ვაფშე ვიცით სად იყო. საერთოდ ვინ არის ვიცით. ვიცი სად არის. მაღაზიას ვერ მივაგნებ და იმ კაცს თუ ვერ მაღაზიას თუ ვერ მივაგნებ, კაც საიდან მივაგნებ. მაღაზიას თუ ვერ მოვაგნებ, ხეზე მაინც დამემახსოვრეო და ისე დავიმახსოვრე რომ რობოტივით აღიზა მაქვს. ამო ჩაბეჭდილი. დაიმახსოვრე კი არ მოიკელთა. ისე აქ რა ვიცი თავი სხვაგან აღარ იყიდიოდა. ფეხსაცმელს. მაგნიტზე რა საკონდა ხო? ხო. სხვაგან აღარ იყიდი ფეხსაცმელს ჩვენთან მოყვალო. ისეთი კარგი ისინი მაქვს რა ქვია ფეხსაცმელებიო. ბრენდები. კი ბრენდები მაქვს თან.
კარგათაც კი იტრება ხახა. სამა გავყიდველი რისია. თუ არ შეგიტყვა. ბრენდი რამე რომე. კურტკის ისა არის რა ქვია. რა, შეგვაბა იქ. არ გამომიშვა. კარგიო, შენი ბრალი იყო, თორე რა გამომიშვებდა კარგად დაინახა და მის თვალებში. გამომიშვებდა კი არა ცეკვი აუ, მერტყვა რამდენი ელაპარაკა. მას გააბაღარ მოწყდა ლაპარაკი. მაგარ მარტო, იმან დივანი რო ვიყიდეთ ისა. ის დივანი ვაიმე. მეორე მაღაზიაში კი არ გაგვიშვა. ო, შეგვიყვანა და დაგვატყვევა იქ. მას იქ რო გავსულიყავ. მაგისი იყო ის მეორე მაღაზიაც. მარ. ო, მე რეჩევი დამჯერება ყონდა. ის ქმარი იჯდა იქ. იქით. დაგაც რომ მოვიდა რამდენი ლაპარაკა მე რა ვიცი. გამოიკითხა ყველა. რომელი სახლი რომლისი. რა ჯანდამა დამეტაკა დღეს თველი დღე რატომ ახველებს. როდის არ გახულე ზოგი არ გასხიგინებში. როდესაც ხიკინეს ახალი. პოლკაცი ბიჭო. უშნო ვირუსები დადის და. ბერავით. ბავშვებში კიდე კანის ვირუსია რაღაც შემოსული. ახლობის. მე რა ვიცი. ბავშვებში მარტო. შემომეც კი მაქა. შენაზე გიხნება რა ვირუსი გაქვს. ჯობი კაითული ჩაფეთაში პუნქტუნ საკეთებს. რა? რა ხო? მე ისე უნდა ჩამოვიღო ისა და დადგა მანდ. რატო ბე? აბნელებს. რატო აბნელი? შუქიანათებს იქიდან და მოიდო. ალა. ეთავს რომ გაატრიალებ იქით ბნელდები. აქ არ ნელდება ხოლმე ისე. არა როგორ არა მანდაც შვება. დაკვირვებული რა ერთი ადგილი აიჩები. თან ტანსაცმელიც ისეთი ფერი გვაქვს რომ იმას აშვება რა. აბნელებს, ხო? ახლა აბა ფერადებს ვეშავიცო ახლა სულ. როგორ იძახი ის? ვიდა. როგორ თქვა? მოჩლაშული. მანასაც ხო დაუწერა. იგივე იყო, ხელწერა იმისია. მოცა შედაგიწერე. მეც დავიწერა, მანანასაც დაუწერა. რატო რა? მოჩლაჩულები ხარ თუ მე რა ვიცი. ო, კარგად უნდა გამოიბრანჯო თუ საერთოდ. ხო ყურებ როგორები გამოდიან, ვინც გამოდის. ვინ გამოდის? ვინ გამოდის ახლა? გამოწყებილი მანდ არავინ გამოდის YouTube-ში. რა გამოდი? ვინ? ვინ? მაგიაშს რო გაიკეთებენ. ეგ ფოი ეგენი პერო გარჭობილი იუთუბერები არიან, ისინი კი არა. პერო აქვს გარჭობილი მაგათ და იმითო. ხო და ესეთ კონტენტში მანასაც ხო დაუწერეს მოშლაშვილი ხარ. ეოჯახურ ვიდეოს რო იმან ჩვენ მოჩლაჩული დავიწერეთ და იმას ისაუბრა ქვია. მოფლაჩული თუ რაღაცა დავიწერე. ხო. იქ ვითომ ის შეცვალა, მაგრამ იგივე იყო, მაინც შინაარსი იგივე ქონდა. მეტი საქმეა რა ვიღაცა. ხნიერი ქალია ვიღაცა. ტვინი თვითონ აქ მოჩლაჩული, თვითონ აქ მოჩლაჩული ტვინი და რა უტვინო ხალხი. მე საერთოდ თუ და აქვს ჯერ ერთი ახლა წეღანა იმას ვიძახოდეთ ვიღაცა ქალს. იმდენია TikTok-ერ ქალს, ვიღაცა ქალს, იმდენი აბოლინგეს რომ შვილები წართმევინეს უჩივლეს. რა ქნეს? უჩივლეს. TikTok-ერია, უჩივლეს და შვილები წართვეს. რატო? კითხე რა ვიცი. TikTok-ელი ხანაა შულები რატო წართვის? ის არის ამოტყოფი დედა ყავს ულის იმ ქალს და ეტყობა ცოტა მოუწესრიგებია ახლა ყველა პრიალა და კრიალა ვერ იქნება ახლა. ერთ იმათ ოჯახებში ჩამახედა როგორ ყავთ შვილები და როგორ რისახლები აქვთ. გამატარა ერთი ჩამაჭყიტა. ერთი ჩამაჭყიტა, ხო? არა უბრალოდ
ზოგი სახლიც კარგია, 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 მაგრამ სახლო შეხვიდა იქ პულს ვერ შეჭა. მაგაზე კი არა, რა ეყენი საქმეა ეს როგორ. ჯერ ეგეთი ვინ გეკითხება შვილები როგორ არის. შენ შვილს მიხედე. ხო და არავინ გეკითხება შენ სხვა როგორი იქნება. ხო, მე იმას ვიძახი. აბა რა. შენ ვინ გეკითხება ვის როგორ ის როგორ უნდა ისე იცხოვრა ზოგი. აბა რა. კრიალა იქნება, ზოგი კრიალა იქნება და ზოგი ისე იქნება ზოგი ეს. ეგ შენი გადასახადი არ არის. ის თავის გადასაწყვეტი, იქ შენ გადასაწყვეტი არაფერი. ის როგორც უნდა ისე ცხოვრობდი, ჯენა გისაშურება რა ქვია, გაწუხებს იმის ის. შენ ვინ გეკითხება ვიღაცა ხარ. ის როგორაც ცხოვრობს და როგორ არის და როგორ ასუფთა არის მე რეალა არის ვერიკოსი არ იყოს რა ხდება მათ არ გეკითხებიან მაგრამ და ჯერ ერთი ადამიანს რატო უნდა უჩივლო მე აი მითხარ. უჩილო კი არა, იცი რა არის, თავარი გარეგნული სისუფთავე არ არის. შინაგანი სისუფთავე როგორი გექნება, ეგ არის თავარი. გული და სულიერი სისუფთავე. მართალი ეგ არის, მართალი. ზოგი ისეთი ის არის, რა ქვია, გარეგნულად სუფთა, მაგრამ სული უყარს. მაგაშიც მართალი ხარ. ძაღეს ჩვენებ და გული გახისა აქ, ხო? ხო. ვითომ გარეგნულად სუფთა, მაგრამ სულში ძაღეს უნიასდის. რატომ უნდა წაართო შვილებსაც და ვიზის და ტის. მაქნან არ ვიცი რა. და 24 შვიდზე მე ღმერთს გაიძახიან. ყველა იგეთი არ არსებობს, რა ვიცი, ასე მგონია ყველა წესიერი რო იყოს და ყველა ცუდი არავიზე გაივლოს გონებაში და არც იფიქროს და არც დაწეროს და არც იმას ხნას. ის ყოფის იმას ხნის, გამოსწორდება ყველაფერი, მაგრამ არა, ეგ არის საქმე. ადამიანს რაც ყველა აზრიანი რო იყოს ვერ გონცხოვრებას აზრი კი არ ექნება. ის არის რა ქვია. ისეთი უნდა იყოს ყოველდღიურ ცხოვრებას აზრი გო. მაგრამ რატო შენ რა უფლება გაქვს ვიღაც? იცი რა არის, ღმერთი უწყობთ გამოცდას მაგათ. რატო არ თავის დროზე მოიკითხებათ მაგათ. რატო არ თმევ ადამიანს შენ შვილს რა გინდა? იმას როგორ ეყოლება, თავის შვილები არიან. თან პატარები არიან ქალა. ყველაზე პატარა 3 წლისა. რამდენი შვილი? 3. არც ერთ დედას არ უნდა წაართო შვილი, კაცო. როგორიც გინდა იყოს რა, რატო უნდა წაართო? მაგაზე უარესები ხდება, მაგრამ კი არა. ეს ეთყობა ქმარმა წაართო. არ წაართო ქმარმა. იცი რა არის, ეს გოგო თვითონ იძახის რომ ვინც ეს გამიკეთაო, სამუდამოდ არ გენახოთ თქვენ შვილი თვალით. ავერც ნახავ. ვერც ნახავ. ადამიანობა დაკარგულია სულ, რა ვიცი. აღარ არის აღარც იმის დობა, აღარც ამის შებრალება. ახლა იმ ბავშვებს ახლა ხო წაართვეს. აი რა ჭკვაზე არიან ახლა ის ბავშვები. იმ 3 წლის ტირიან ბავშვები ტირიან დედასთან გვინდაო. პატარა ბავშვს იმ 3 წლის ბავშვს დედა ხო უნდა? რატო არ ფიქრობ იმას? ბავშვებს რო იმაშვები რა ფსიქიკას უფუჭებ. გლახა დედა ყავს თუ როგორი დედა ყავს ჯერ ეგეთი რატო იქნება გლახა არ დაუყრია შვილები და არ გასულა სადმე და ცუდად არ მოქცევია იმ შვილებს და ხლა როგორც ასტრებს და როგორც იმაშვება იმ მოხუც დედასაც ულის როგორც იმაშვება ისე ხედავს იმ ბავშვებს ხო? პირიქით დახმარების გამო შენ პირიქით ის იმასქენი რა ქვია უარყოფა გაუკეთი ადამიანს. აბა როგორ შეიძლება ისეთი? მინამით.
რა გატყდა ეს? რა გატყდა რაც? აი, შუშა. რა? შუშა. აჰა. მოჩვენი რა. არა ის შუშა. რაღაცის ის არის აქვე, თვალი. თვალი? ხო. მოგდა გაანათე. მადლო. თან არის მაგია. ისეც ვანათე. თან არის მაგიოთ გაანათე. სამი არა ვარ, ისეც ვანათე. თან არის არ დაგჭირდება. იმ ჭყიალებ მაგრა. ვიცი. რა იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება. იმ საცუდავი ადამიანების მოჩი ახლა აღარ გინდა მაგაზე საუბარი. ბავშვის ბედი მეცოდებიან. რა დადის ლაპარაკობს თავისთვის. რა ვიცი. ხალხი როცა ანგაბოროტებულია იგი ვიცით. და იმას ვიძახი TikTok-ი კარგი იქნება რომ დაიხუროს თქო, მაგრამ არ უნდა დაიხუროს, იმიტომ რომ ყველა ეგეთი YouTube-ში გადმოვა მე. და უარესებს გააკეთებენ. და YouTube-ზე საამყრალებენ საერთოდ. ჯერისედაც არის და შემოგვივარდებიან ხოლმე გიჟები. ცოტა დგას სუნი მე რო არიან. ოდნავ დგას სუნი თორე. თანად ისინიც რო შემოვიმატონ, უარესი იქნება. სუნი იქნება ისეთი რომ ვერ გაჩერდები YouTube-ზე. YouTube-დან გაქცევა მოგვიწევს ხალხო მე კარტხა და დარჩება მაგათ. მაგრამ YouTube-ი მაგას არ დაუშვებს. მე რა ვიცი TikTok-მა იმას აქნაო რა ქვია დააწესა ისინიო და წესებიო და კომენტარსაც გააჩნიაო და მე რა ვიცი და ჩვენთვის იმხელა პოემა მომივიდა რა მეილზე არასოდეს არ წერს თვითონ YouTube-ში შემოდის იმაში რა ქვია TikTok-ში რა წესები განკაცრებულია ჯერ ხალხს აცდის გამაკაცრა წესები, მაგრამ აცდის ჯერ ხალხს. და ნახავენ მე. მე იქნება თავ დავიწყება. ხო, იმ შორეული ქალაქზე რატომ გითხე ის არისო რა ქვია. ორიგინალია თქო. იმას არ უყურო. იმას რა ქვია. რუსულად დევს ის არაბული ვერსია გამხმოვანებული. თუ მაგის ყურება გინდა თურქული ვერსიის იმას არ უყურო ის ჯობია იმიტომ რომ ის აღარ მოუნდება მე ყურება იმისი იმიტომ რომ მსგავსი ისინი ხდება მაგრამ ის უკეთესია ხლა ის უკეთესია მაგრამ ეს ვერსია ეხლა რაც ვერსია გადის აქ YouTube-ზე ხო ძალიან კარგი YouTube-ია თუ რა YouTube-ი ტელევიზიით ხო აი საღამოთი ძალიან კაი ფილმი აი მართლა ის სასიამოვნო ფილმია ხალხო. სასიამოვნო არ არის. მე თუ მკითხავ, საერთოდ სასიამოვნო არ არის, აი, კაი საყურებელია. უბრალოდ ის არის რა ქვია. ლაითად საყურებელია რა. ხო, სასიამოვნო საყურებელია, გიორგიება. სიამოვნებით ზიხარ და უარ სიამოვნებს. რო იმას არავის არ სიამოვნებს, მე თუ მკითხავ სერიალების ყურება ზოგადად, მაგრამ რო დაიწყებ ყურებას, გინდა რომ ბოლომდე დაასრულო. ხო, მისმის, მაგრამ სასიამოვნო როგორ არის? ის არის რა ქვია ბიძაშვილი მიყავს ცოლად და ის არის რა ქვია მას კიდე რძალი რანაირად არის სასიამოვნო ავიცი მე კაცო დავჯდები და უყურებ რო არ წინ სიამოვნებდეს იმ კინოს ყურება და არ მიწოდეს კი უყარ უყურებდია რა მაგრამ სხვათა შორის იქ ლიბანურ ვერსიაში უფრო მეტი ის არის რა ქვია მეტი ექშენი მოდის. ის უფრო უკეთესია. ჩხუბი. იქ უფრო მეტი ექშენი მოდის, ხო? იქაც ბიძაშვილი და ისინი უყარ. იქაც ესე ალიას პერსონაჟი კვდება იმაში მე მგონი თუ არ ვწდები. აქაც კვდება. პირველი არ კვდება ალია აქ. არა? არა მგონია რა ვიცი მე თუ არ მოკლეს. ხო, პირველი სეზონი რუსთავიორზე გადიოდა მაგის. მხოლოდ პირველი გავიდა. ტყვა ის არ ქონდა რეიტინგი.
რეიტინგი როგორ არა ქონდა 5 სეზონია. 5 არის გადაღებული. 5 სეზონი. ეს რამდენია? ეს მეორეს იღებენ და მე რა ვიცი რამდენს დაამატებენ. მაგის მიხედვით არა გადაღებული. უნდა თურქულ ვერსიაში შეცვლილიც არის ბევრი რა. კი, რა თქმა უნდა, ეხლა შეიცვლება, მაგრამ ბევრი რამე შეიცვლება, რა თქმა უნდა, სულ მართლა ისეთი ზოგი წიგნის მიხედვითაც ხო არის გადაღებული და შეცვლილია იქ. რა ქვია? ხო. აი, მაგდანას ლურჯა. ხო, წიგნის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული, მაგრამ იქ შეცვლილია. ხო, შეცვლილია ეტაპები რაღაცა. მაგდანას მე მგონია ნაწარმოებში მაგდანას იმას მიაკუთვნებენ ვირს და მან და არა. მან და არა. რა ვიცი, ვირი რამდენად უნდა იყოს იმას და იმ კაცს ადამიანი, რა ვიცი. გადააგდო ვირი და ხო, და მოსაკლავად გაიმეტა, ხევში გადააგდეო და ამათ მოარჩინეს. ხო, მოარჩინეს და ალალ ხალხს წაართვეს. ხო. აბა არსებობს? ეგ სამართალია? არ არის სამართალი ნამდვილად. საწყალი ვირს იმას აშვებოდა რა ქვია. სული მოუბრუნეს. სული ამოხადა იმ საწყალ ვირს და შიმშილი. ხო, შიმშილი. და ის ბიჭმა რო უთხრა ხევში გადააგდო. ხევში მაგ ბევრი სახედარი გადაგუდია თუ რაღაცნაირად ეუბნება. ხო. და საერთოდ ახლა ეგ ფილმი, აი ახლა რასაც უყურებთ ჩვენ სერიალი, აი რაღაცა ეს არის რა ქვია. კარგი ის არის რა. სიუჟეტი, აი თუ მერი არ გააფუჭეს. იცი რა არის? მეორე სეზონს ამას რეიტინგი აღარ აქვს. აი იცი რა უნდა გითხრა? აი ეს არ მომწონს რომ ბიძაშვილი, მამიდაშვილი მოყავთ, ისა რა ქვია, რძალი ცოლად მოყავს და აი ესენი არ მომწონს უბრალოდ თორე ისე რაღაცა სახეობებიც კარგად ასრულებენ ეს თითქოს ხო? აი რაღაცა კარგი შესრულება აქვთ. არ ვიცი. რადგან მამაცშიც ეგრე არ ხდება გიორგი. ბიძაშვილები არიან და ერთმანეთი ისინი უყვართ რა ქვია. ბიძაშვილები არიან იყვით ერთმიანი გოგო. რა ქვია? ფიქრეთი. ხო, ბიძაშვილები. ბიძაშვილია, ხო. ალალი ბიძაშვილები არიან ერთი მოგვარია. გვარი აქვთ. ხო? ხო. ალალი ბიძაშვილი არ არის. იმის მაგის ფიქრეთის მამის რაღაცა იყო ის კაცი. ბიძა იყო ფიქრეთის ისა. ვიცი ბიძა იყო მაგრამ რა ხონათისავია გიორგი. შენობა აქ მოგას. რა მშველობა? ბიძაშვილად ეკუთვნის და რა მშველობა? რა ვიცი მე რა ვიცი მანდაც კი ჩაიხლართა ისინი და მე რა ვიცი მე არ მწავს ეგეთი ისინი რა ვიცი. რა ვიცი ეგ არ ვიცი ეგეთ შეიძლება არ არის ნამდვილი ის რა ქვია ორიგინალი სცენარი. ეს მომაცი? ხო, შეიძლება ეგეც არ არის. არ ვიცი. იმიტომ რომ ხშირად არის რიმეიკები. ხშირად იღებენ. ხო შეიძლება რა. და რიმეიქს სხვათა შორის არასოდეს ის არ აქვს რა ქვია რეიტინგი. ვერდებს რეიტინგს. ყველაზე ნაღდი არის პირველი სეზონი ყოველთვის სერიალებში. ყოველთვის. მეორეს, მესამეს და მეოთხეს და იმებს უკვე ისინი აღარ აქვს რა ქვია რეიტინგები. რეიტინგი და ის აღარ აქვს. ფანტაზია აღარ აქვს. ფანტაზია აღარ აქვს რომ როგორ უნდა გადაიღო. ხო. ეს სახეობებიც ხო იქანცებიან. მე ზოგს ცვლიან, იმას სხვას მოიყვანენ, ამას მოიყვანენ, იმას კლავენ ვინც პირველ სეზონში მოგწონდა, კლავენ, ზოგს იმას აშვები არა ქვია. დაკარგავენ ხოლმე და სხვას გამოიყვანენ. და იმ ახლა ის ახალი სახიოთ მიეჩვიე. ხო და ის ახლა შვიცარიელი წვადილი წაღან შენ რო უყურებ ის კინო მომეწონა მე. ის მომეწონა ხო ისა ჩანს რა ქვია. რავი ეგეც ჩანს. რა ვიცი ეგეც ეგრე ჩანს. კარგი ჩანს, მაგრამ რა ვიცი. მე რა იქნება რა ვიცი, ბოლო რა იქნება. იმიტომ რომ მესამე სეზონის გამოდის მაგის გადაღებები მიმდინარეობს, იმიტომ რომ რეიტინგი მაგარი ქონდა მაგას. მაგარი დადო რეიტინგი, ესე იგი კარგია რაგან თურქეთში რეიტინგი დადო. რა ვიცი.
ეგ საპნის ოპერაა და საპნის ოპერები ზოგადად ის არის, რა ქვია, რეიტინგულია. საპნის ოპერაა იგეც 9 საათზე რო გადის, მაგრამ მაგას რატომღაც მეორე სეზონმა ვერ დადო. მე რა ვიცი, რა ვიცი. ვის როგორ შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს. ხო, შეიძლება ვიღაცას მოეწონოს. ეგ იმაზეა დამოკიდებული, როგორი ჟანრი გიყვარს. მე კომედია მიყვარს ყველაზე. მე კრიმინალური ჟანრი უფრო მომწონს ვიდრე კომედია. კომედიაც არ კრიმინალურიც მომწონს გიორგი. კრიმინალური ჟანრი უკეთესია. კი. ექშენი რომ არის უფრო. ხო, ეგეც მომწონს. რა კომედია არ გიყვარს გიორგი სასაცილო რო არის. სასაცილო რო არის ეგეც კარგია ხო, მაგრამ უფრო უკეთესია კრიმინალური ჟანრი. ხო. კი. კი, მართალია. შეიძლება მოგეწონოს ის რა ქვია, ლიბანური ვერსია მოგეწონოს. შეიძლება ის უფრო მოგეწონოს ვიდრე ის. ლიბანური ვერსია უფრო მოგეწონოს ვიდრე თურქული შეიძლება, რა ვიცი. არ ყოფილა მეც ახლა გავიგე, არ ყოფილა ორიგინალი სცენარი. ალ-ჰაიბა ქვია იმას. ლიბანურ ვერსიას. ამას ყოფია? უზაკ შეჰირი. ალ-ჰაიბა იმიტომ ქვია, რომ ალ-ჰაიბა საერთოდ არაფერს ნიშნავს. კი არაფერს ნიშნავს, არაფერი იტარდება. უბრალოდ ალ-ჰაიბა არის ლიბანსა და სირიას შორის ისა ტერიტორია. საზღვაო სირიასა და ალბანეთი რაღაც შუაში იყო. რა ქვია? ლიბანის საზღვარს შორის არის ტერიტორია და მაგას ქვია ალ-ჰაიბა. ალ-ჰაიბა, ბალფაიბა. და აი ის სერიალი ხო და რატო ქვია ხა შორეული ქალაქი. ის შორეული კანადიდან ჩამოვიდა ის ხო შორს არის. კანადიდან ამხელა შორევა აქვს. ხო და შორეული ქალაქი. ხო, მაგიტო დაარქვეს ალბათ. ნაიქაც ლიბანურ ვერსიაში. ალია ჩამოდის იმიდან ბავშვით. ქმარი ჩამოყავს მან როგორც მან იმას აქნა მგონი თუ არ ვხდები. ისინი ვნახე რა ქვია, ნაწყვეტები ვნახე YouTube-ში, ბოლომდე არ მიყურებია. სხვაები გამოდიან, ხო? არა, თურქები არიან. თურქები არიან, რა თქმა უნდა. ის არის რა ქვია, ჯიჰანის როლის შემსრულებელი, ოღონდ იქ სხვა ქვია იმას. ეგ არის სერიალი მსახიობი და ისა რა ქვია, ალიას როლის შემსრულებელი, ალია ქვია ოღონდ მაგას იქ პერსონაჟს. ეგ არის იმიდან რა ქვია, საუდის არაბეთიდან. გასაგებია. როგორიც ისა გავიგე ბოლო დონეზე. გაგების დონეზე გავიგე. ბოლო დონეზე. გაგების დონეზე გავიგე, დედა. მინდა გითხრა რომ ძალიან ვინერვიულე. რა კინოა? კინო არ არის, რაღაცა იყო ათრი, რა ვიცი, კურიერის ის მივიდა ჟურნალისტი რაღაცა დანაშაული მოხდა. და ის არის რა ქვია, ხალხს კითხავდნენ მეზობლებს. და ერთ-ერთ ქალთან მივიდნენ, გაგების დონეზე გავიგე, დედა. მინდა გითხრა რომ ძალიან ვინერვიულე. ესე თქვა ზუსტად. გაგების დონეზე შვილო. გაგების დონეზე გავიგე, დედა. იმ ქალმა თქვა? ხო, ქალმა თქვა. ჟურნალისტს. ხო. აი. მინდა გითხრა რომ ძალიან ვინერვიულე. ასე ვინერვიულე. ის დანაშაული რო მოხდა. ხო, ალბათ და. თუ რაღაც მოხდა ზუსტად აღარ მახსოვს ადრე იყო. კურიაში იყო ეგ ისა. გაგების დონეზე გავიგე. და კიდე ის არის მაგარი.
იქ ხალი რო იძახს უღუნდაც არა აი უნდა ჩასვა ხოლმე ვიდეოში როცა მაგის ის იქნება რა ქვია სიტუაცია უღუნდაც არა დაგვანებით ავირა უღუნდაცა ნუ მომკლა მეთქი ნინო ეგეც კურიერში იყო მეგრელმა ქალმა დაკარგა ფული ხო და ისა რა ქვია უყვებოდა ჟურნალისტს როცა წავიდა რძალმა მოპარა მგონი და იმასთან ავიდა ნინო ერქვა რძალს ხო და ავედიო ნინოს ანუ და ვალი მაქვს მისაცემიო ეს ხალი იძახის ვალი მაქვს მისაცემი და ნუ მომკლა მეთქი ნინო ეგრე უთხარი რძალმა მოპარა ხო რა მოქმედება რა ვითარება ეგეც მაგაში იყო ეს კარები დაკვეტილი იყო ის ფანჯარა დაკეტილი იყო ის გაღებული იყო ნუ მომკლა მეთქი ნინო არ მოკლავ ნინო რძალმა მოპარა ფული გონი ნინო შეუნება ო ნინო გვიან რძალს და ნუ მეცი ფული თორე მომკლავ ნუ მომკლა მეთქი ნინო ვალი მაქვს ნუ მომკლავ რა ცუდია ვალი რა ამის ფული მაქვს მისაცემიო და ვალი ჩემთვის იქნა ბანკის ვალი გვაქვს და ფეთება მიმართე აი მე როგორ ნერვებს მიშლის ვალი ვერ წარმოიდგენთ მაღაზიაში რო რაღაცა დამაკლდება ხო ლიბრეში არა უნდა იმაში რა ხო თოვლებრივი მაღაზიაში კერძო მაღაზიაში ცდილობ რომ მალე მივიტანო თორე ნერვებს მიშლის წამში მიაქვს მეორე დღეს მივაქ ვალი რო დარჩება აკამაკ ამოაცხავს ცოტა ხანში აუ ვერ წარმოიდგენთ ხალხო რამდენი ფული მიდის ბანკში ორი თვეღა დაგვრჩება კი ბატონო ამ თვეში რო ჩავრიცხავთ ორი თვე დაგვრჩება მარა ერთი ბანკი კიდევ რჩება ის არ არის ჩემი ტელეფონი ხოდა 4 წელი მართლა უნდა იგი მიკვირს რატო გამაკეთებინეს 4 წელი რატო გააკეთეს მე მგონი მაღაზიამაც პროცენტი დაამატა და მისატანი მაქვს ეს ტელეფონი სანამ ის მასისას წელი გავა თორე ერთი არ გაასწორო თორე დაუმატებ მაგათ მე უჩილებ დავხურავ მართლა უბრალოდ თქმის აიყო საწვალებელი გახდა რა ხალხო დღეს რა მომივიდა რომ დავხვედე ის წამოვიღე წინ წავედი უკანა გაწყვეტილი იყო რამ გაწყვიტა ვერ გავიგე არაფერს გამოდები არც არაფერი არ გაჭიროებია წამოსვლა გაწყვეტილი შეიძლება გახეხილი იყო ეთყობა ის რა ქვია თოკი და ბოლოს გაწყდა შუაზე მე რანაირად წავედი ხელით ყველა გალია გავხსენი და ასე ვშებოდი მე ცუდია ვაიმე ძლივს მივიტანე ხალხო იმიტომ დაგაგვიანდა იქით გამოსვლა მე დავგავე მასაქვენი რა ქვია აი სიგრილი აი აკროზიოში მცით ცოტა ხანი და მოვრჩეთ წავიდეთ ეგრეა ჩვენი საქმე ძალიან ის არის შრომოტევადი ჩვენი სამსახურზე მაგრამ როცა ის ვიცი იმას რო კითხვა არ უნდა ვიმუშაოთ აქ სამსახურში სულია ვითომ გული შეტკივა ჩვენზე, მაგრამ პრინციპში არ შეტკივა. რას ხალხო
ყველა სამსახური და ყველა ადამიანი ზოგი იქ იმუშავებს, ზოგი იქ მუშაობს, ყველაფერი ის არის რა ქვია დასაფასებელი. სუნი ახლა იგეც ის ახლა არ აი ყავს. ურნეები და რომ მეებს ყრიან ნაგავს რა ქნან იქ რომ მუშაობენ ხო მუშაობენ მოიცა იმ ნაგავს სუნი არა აქვს? ხო რა ვიცი ხო აქ ხო. ნაგავს სუნი არა აქვს? ნებისმიერი ადამიანი სადღაც აი მუშაობს მაგალითად ქუჩას რო გვიგვიან ხო? გვისუფთავებენ ქალაქს. ის არ იმასაშრება რა ქვია. ალბათ თვითონ ზიან მარტო ინტერნეტში გიორგი ხო. და ისე მოძდით ფულები მოძდით ალბათ ფულები ხო? ხო თორე ეგრე რო წვალობდეს და ეგრე შრომობდეს და მაგას არ იტყოდა. არ იტყოდა იცი რა არის პრინციპში? ზოგიერთი ევროპაში გამობრწყელებულია, ვითომ იქ მუშაობს და საქართველოში მაგას არ კადრულობს. ზოგიერთი. ვინც აი მაგას წერს. ხო, გამობრწყელებულია, იქ იმასაშრება რა ქვია. ვინც წერს ხო, ვინც უკუღმართად წერს, ხო. ვინც უკუღმართ რაღაცებს წერს. ევროპაშია ზოგი გამობრწყელებული და აქ ილანძღვება და საქართველოში რო ჩამოვა, მაგას არ იკადრებს. არა, მაგას არა. და საქართველოში აქ ისიგამდე ჩამოდიან, აქ რო არიან კურიერად მუშაობა არ უნდათ, საქართველოში უცხოელები აქ ისიგამდე ჩამოდიან, რომ ის არის რა ქვია, იმუშაონ კურიერად მაინც. და თავისი სარჩო იშოვონ. ეგ არ უნდათ. ძნელია ყველაფერი, ჩემო კარგო. ადვილი არ არის, მაგრამ რა ვქნათ. ადვილი ისიც არ არის. რა ქვია, მაღაზიაში ჯდომა და 24/7 იმების მომსახურება ხალხის. ზოგი როგორი შემოდის. არსად არ არის გიორგი ადვილი კაბინეტს ტვინი სჭირდება იმდენი იჭრიდე იმ დღეს გუშინ გადავანაწილე საფრთა უკათამი დავთვალე იმას ტვინი არ უნდა იმას გონება არ უნდა იმას ფიზიკური შრომაც უნდა და მე მითხრა ინგლისური რო იციო მე წადი და იმუშავე სხვაგან ემათო რა ქვია გიდათ იმუშავე გიდათ მუშაობა ძნელი არ არის მითხარი ჰა იმდენ ხალხს უხსენი ახლა ის არა ქვია ისტორიები ახლა ჯერ შენ დაიმახსოვრე ისტორია და მე იმდენ ხალხს უხსენი ცოტა რას წერთ ხოლმე ზოგიერთი ტვინი დააყოლეთ თუ გაქვთ საერთოდ რა ვიცი მე თუ გაგაჩნიათ ხო თუ გაგაჩნიათ საერთოდ ტვინი ზოგიერთს მიხვდება ვიზეც ვიძახი ხო თუ გაგაჩნიათ ზოგიერთს დააყოლეთ ტვინი რასეთ ისიც არ არის ადვილი მთელი დღე სიარული და ჯაჯღანი იმებთან რა ქვია რომელი ენაზე იჯაჯღანებ რა მნიშვნელობა აქვს მაგას მაინც ძნელია ენა დაგეღლება ფეხებიც ნერვიც არაფერი არ არის ადვილი შემოკარგო ადვილიც რა არის ფეხზე ფეხის დადება ჯდომა და ის არა ქვია 24 საათი ინტერნეტში ძრომიალი და ფულები რო ისე შემოგდის და ვიღაცის ლანძღვა და ისიც ლანძღვაზე აღარ არის საქმე ისიც რო ფულები ისე შემოგდის ვერ მოვარ ყველას ეგრე არ შემოგდის ჩემო კარგო ყველას არ შემოგდის ეგრე შენ ალბათ შემოგდის მაგრამ ან გამობრწყელებული ხარ სადღაც იმაში რა ქვია პარიზებში და იმებში კიდე რა ქვია რომებში და ფულები ისე მოგდის არ მოდის გიორგი ისე ის რა და რო კითხოს ადამიანმა საერთოდაც არ შემოგდის შეიძლება მე კიდევ მეუბნები ინგლისური იციო წადი და ტვინი იმას აქენი რა ქვია გაავარჯიში ხანდახან თორე გიფით გამოფიტული გაქვს უკვე ფანტაზია აღარ გაქვს დარჩენილი რა უნდა თქვა ეს რო ჩემი ინგლისურს დაიძუნებს შენზე მეტიც ვისწავლე ინგლისურიც ისიც რა ქვია ფრანგული არა რუსულიც
იტალიურიც, ესპანურიც შენზე მეტი ვისწავლე. და შენზე მეტი ტვინიც მაქვს. და შენზე მეტი აზროვნებაც. და მე კიდე აქ საჭიროებას ვერ ვთვლი, საჭიროდ არ მიმაჩნია, რომ აქ ინგლისურად და უცხო ენაზე, ზოგადად უცხო ენაზე ვისაუბრო. როცა საჭირო იქნება, მე ინგლისურადაც ვისაუბრებ, იტალიურადაც, რუსულად და ესპანურადაც და კიდე იმასაც შევძლებ, რომ ფრანგულადაც ვისაუბრო. მაგრამ შენ ისევე იგივე დარჩები, რაც იყავი, უტვინო, გაუნათლებელი და არაფრის მომცემი. არაობა რა, პრინციპში. ხო, ახლა დავამთავრე მაგაზე საუბარი. და მეორედ აღარ დაგინახო შემობრძანებული ჩემ არხზე. მიბრძანდი თუ გინდა რომ ინგლისური ენა მოისმინო, მიბრძანდი იმაში რა ქვია, ინგლისში და მოისმენ ყოველ დღე. მიბრძანდი. დავისვენებთ მაინც. მაგრამ ინგლისიც არ მიგიღებს. მოგებლუკება ენა იქაც ვერაფერს ვერ იტყვი. აბა. ბაი. ეხლა დავაი აქედან. დაახვიე. დავაი დასვიდანია. და მე და ჩემ ხალხს, მე და ჩვენ და ჩვენ ხალხს დაგვანებე ნორმალური ცხოვრების საშუალება. დაგვაცადე. ოღონდაცა რა. დაგვაცადე ჩემო. თუ გინდა რომ ინგლისურ ენაზე გაგინო, კი მითხარი. მაგასაც გავაკეთებ. მოახერხებს. ინგლისურადაც, რუსულად და თუ გინდა იმათაც გაგინებ რა ქვია. თათრულადაც. აზერბაიჯანო. ხო. და თუ გინდა კიდე თურქულადაც დავამატებ ზეთ და ჩინურადაც. ღმერთო. ხალხო, ასეთი გაუნათლებელი რომ წერს იმას რა ქვია. დაგიწუნებს განათლებას. შენი განათლებული დედა მართლა. არც იყო ტვინი? ნაგავი იგი. დაგვანებით ჩვენ და ჩვენ ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალება დაგვაცადე. არც იღეს ტვინი? აქოთ და ოთახი. აქოთ ეს ხალხო YouTube კომენტარები რა. ცოტა გაანიავეთ გეხვეწებით. ან აეროზოლი გაასხით რაღაცა კერით. რამდენზე ვართ? და ნახო. ოკეი. 54-ზე ვართ. ოკეი. ერნეი პონტი, რა იყო? რანაირი? ხო. რანაირი და შვენიერი. ოკეი. აი ასე ოკეი. ხო.
მოძრას დაინახე მე. ნუ დავინახე როგორ დავინახე. Ორმოცდა რამდენზე ვართ? 14. ვაიმე რა ვიცი. რა ვიცი. აი გრიო ჩვენი საქმე. რა ვიცი ხალხო. ამ ყველა ჰეითერების შემოვლები მაგრა არის ხალხო. კიდე იყო. ხო, ეგ სხვა იყო. იყოს და იყოს რა ვქნა. იქნება წავლე. მაგის გარეშე არ არსებობს გიორგი არაფერი. ხო და ხანდახან უნდა ვილაპარაკო ხოლმე და ასზე მოვიყვანო. შევანჭხრიო, საჭიროა. ხანდახან საჭიროა შენჯღრევა. მაგრამ რო შევანჭხრიო თუ რო ვანჭღრევ თუ არისად იმას აშვება ერებიან რა ქვია. აკდება ტვინი. Thank you very much. საერთოდ ის არ შეჭრათ რა ქვია, ფანტაზია აღარ შეჭრა. ჩათ და იმას არის ხო, განათლებაზე გადავიდნენ უკვე. ნუ შენ პატრონს უბედურს. შენზე დიდი და ის არა ქვია, ურაზმერო უზარმაზარი გაუნათლებელი რა გინდა. მართლა სიტყვა გაუნათლებელი ხალხო არ მიყვარს, ყველაზე მეტად ვერ ვიტან. მაგრამ ზოგ განათლებულს გაუნათლებელი ისე ჯობია, რომ რა ვიცი, იმას უფრო მეტი ტვინი აქვს, ისაც ბევრი განათლება არ აქვს მიღებული და სამი დიპლომი არ უდევს ახში. ხო, რა დამიწერა კიდე? რა დამიწერა ბოლოში? 3 დიპლომი მიდევს ახშიო. 15 ენაზე ვსაუბრობო, თან ენები ჩამომითვალა. 15 ენაზე ვსაუბრობო და შენზე მეტი განათლებული ვარო. შეუბედურო. შენ თუ 15 ენა იცი. პარლამენტში უნდა იჯდე ალბათ. მე კი არ უნდა მიწერდე რომ იმეებს რა ქვია. რაღაცეებს. შენ 15 ენა ვის რა შეაინტერესებს. შენ ახლა არ ამყავდე ის რა ქვია. საგარეო საქმეთა მინისტრი რა. გინდა 15 ენა იცოდე, გინდა 16, რა მნიშვნელობა აქვს. იგივე შტერი ხარ. რაც ხავი. ამდენმაგან ხან შეისვენე. 15 ენა ძალიან ზედმეტია და ტვინი ძალიან დაგაკლო. უკვე გადაისო ისინი ენებით. ტვინი და სხვა ვეღარაფერს ვეღარ იტევს და იმიტომ იმას აშვები რა ქვია. ბრძნული აზრები იმიტომ გაწუხებს. კაცო იცოდე აი ვის რა შეაინტერესებს? რაში მაინტერესებს შენ 15 ენა? მე 5 ენა ვიცი და მერე მოდი შევეჯიბროთ. შენ 15 ენაზე ვილაპარაკე, მე 5-ზე ვილაპარაკე და ვინ უფრო მაგარი განათლებულები ვართ გაჩვენებ. ვა კაცო არ შემაწუხა მისმა 15 ენა. გავიგე ადამიანი 15 ენა რო იცი. გაგების დონეზე გავიგე დედა. მინდა გითხრა რომ ძალიან გამიხარდა 15 ენა რო იცი. მაგრამ ცოტა ტვინიც რო გქონდეს უკეთესი იქნება. ენებიც რო ჩამომითვალა თან. მე სულ არ ვიცი ენა. ქართულის გარდა. ხო, მაგრამ რა. ხო, დიდი ამბავია ხა. ადამიანი არა ვარ. ყველა ის ვიციო რა ქვია ინგლისურიო, ფრანგულიო, თურქულად საუბრობო, კორეული ვიციო, სომხური ვიციო. ყველა ვერ ვიცი, ჩემო კარგო, კორეული და სომხური, მაგრამ სომხურად და კორეულად ვერ ვლაპარაკობთ ყველა, მაგრამ ძალიან კარგი განათლებულები ვართ. აი ჩემი ხალხი ვინც მყავს, ხო? შეიძლება ენები არ იციან, მაგრამ ძალიან უკეთესი შენზე უკეთესი განათლება ყველას აქვს. სომხური ვიციო. ო
დიდი ამბავი ახლა სომხური იცი. არა ჯერ ერთი ახლა ვირუსზე ეკითხებოდა ვირუსზე ეკითხებოდა ვინა საერთოდ შეგეკითხე რამდენი ენა იცი თქო საერთოდ კითხე რუწერდი საერთოდ კითხე რამდენი ენა იცი კითხე ხალხმა რამდენი ენა იციო რა ვიცი კომენტარი ვეღარ ვიპოვე დავესკრინა და წამეკითხა გაქრის სადღაც მე რა ვიცი იმისა ცუილივით გაქრის სადღაც რა ვიცი მე შეიძლება შენ თვითონაც წაშალე კომენტარი რომ არაფერი მითხრაზო არც დაბლოკე არაფერი შევედი წეღარ ვერაფერი ვერ ვიპოვე კომენტარი აღარ იყო ხო და ვინმე წავიკითხე პირველად კი დასკრინა დამავიწყდა დავსკრინა თქო მაგრამ იმას ავქენი რა ქვია ვინმე საინტერესებდა საერთოდ 15 ენა იცი თუ 16 იცი ჯერეგეთი რუსული ვიციო ჩინურიო კორეულიო სომხურიო თურქულიო ისაო რა ქვია ფრანგულიო არა ჯერეგეთი აფრიკული თუ არ იცი ჩემო ძვირფასო ბარი მეგეც ვითხარი გიორგი მერას გეუბნები თავარია ამ არხს ეს ინგლისური კორეული ფრანგული და ის არის რა ქვია საქართველოში არ არის ეს ისე კონტენტია რომ ქართულად უნდა ქართულად მე მიყურებენ ქართველები ადამიანო ქართველები რა ვეღარ შეიგნე არა და არა თუ უცხოურად თუ გვინდა უცხოურად მაგალითად მე არ ვიცი უცხოური და რაც მართალი არ ვიცი ინგლისური არ ვიცი რომ დომოდა ხო ინგლისური არხის გაკეთება თუნდაც რუსული არხის გაკეთება ან იტალიური ან ესპანური გავაკეთებდი და იმ აუდიტორიაზე იქნებოდა გათვლილი ეს ყველაფერი იმათ გავაცნობდი ყველაფერს მაგრამ მე არ მინდოდა ისედაც არ მაკლია ჩემო კარგო ინგლისურად საუბარი იმიტომ რომ ჩემი ინსტაგრამი და ტიკტოკი მე წილად უცხოელებზე არის გათვლილი და მაგიტო აი მე ღმერთო დავიღალეთ გავიგეთ გაგების დონეზე მართლა გავიგეთ რო 15 ენა იცი მე რამეს გვაშურებ მაგითი იცოდე რა არის იცოდე გიორგი რა ვინმეზე მეტი ხარ თუ რა ვინმეზე მეტი ვარ რომ ენები ვიცი თუ რა არის ვერ გავიგე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ვიცი და ჩვეულებრივი ისა ვარ პიროვნება რახან ენა არ იცის იმ ადამიანმა რა გვერდზე არ უნდა მოიყენო ეგ რა სულელია ადამიანობა კიდე რო ვილაპარაკო ხო ყველა ხო არ იცის არა ყველას ინგლისური ადამიანი ენით კი არ განისაზღვრება და რამდენი ენა იცის ადამიანი იმითი განისაზღვრება როგორი სულიერება წადი სული გაისუთავი ადამიანია როგორი იმიანის არის მოგიდგება როგორ და ენები მე ის ადამიანი თავისთვის იცის ის ენა ჩემთვის ხო არ იცის არა მე თუ 5 ენა ვიცი ხო ჩემთვის უკეთესი ხო ჩემთვის არის ეგ უკეთესი ხო არა თუ სხვისთვის ახლა სხვას რა ველაპარაკო რომ მე 5 ენა ვიცი და შენ არ იცი და ისე და ესე და რა პატარა ბავშვით იქცევი მართლა ამ ხელა ქალია მაგრამ არის 50 წლამდე კი იქნება რა პატარა ბავშვით იქცევი ადამიანო რაც გინდა ის უქნია გიორგი ლაპარაკი რა 15 ენა ვიცი 15 კი რა მილიონი 15 კი არა მილიონი რო იცოდე მაინც იგივე არ არაობა დარჩები რაც ეხლა ხარ მოდი ახლა დავიმშვიდობოთ გიორგი მე ხალხო როგორ დავიღალე ვერ წარმოიდგენთ ეხლა ამან რა გააკეთა დასკვნა აქედან დასკვნა ვითომ ამან რა გააკეთა მე რო ინგლისურ ენაზე არ საუბრობ და არ ვლაპარაკობ ვიდეოზე ვიძახი ვიდეოში არ ვლაპარაკობ მაგან ამას ეგონა რომ საერთოდ არ ვიცი და არ იმასაშვება რა ქვია და აქედან დასკვნა ყველაზე მოკლე დასკვნა იმას აქნა რა ქვია ვითომ ამან თავისი დაწერი რო დაწერა 15 ენა ვიციო დამამცირა ამას როგორც გონია დამამცირა და წავა და მე ვინერვიულებ უბრალოდ თქვი თემა მოგვეცა რა ვინერვიულებ და დედა ვიძახებ რომ დედა რატო არ ვიცი 15 ენა დეპრესიაში ჩავარდები
ვაი შეუბედურო შენა დეპრესიაში აქეთ არ ჩავარდე გიჩევნია შენ დაი იმას აქენდი რა ქვია ყველაზე თავი ისედაც დაბალი დონის იყავი და ყველაზე დაბალ დონეზე დაიგდი შენი საკუთარი თავი და იქ შენი 15 ენა შენ ერთ ადგილას გაიკეთე არავის აინტერესებს ხო და ეხლა მიბრძანდი აქედან მეორედ აღარ დაგინახო აქ შემო ბრძანებული არა შემოთრეული თორე ისეთ რაღაცას გაგიკეთებ რომ საერთოდ ინტერნეტი დაგავიწყდება გამოგაჭენებ იცოდე ინტერნეტში ინტერნეტ სივრცეში მოგჭრი თავ შეუბედურო არ გამაკეთებინო იცოდე დავშვიდი დაბალი დონის ადამიანებს არ აყვე დავშვიდი დიდი ჩემია ხალხო ეხლა ეს თქვენთვის მომინდია თქვენ ათრიეთ რამდენიც გინდათ ათრიეთ რამდენიც გინდათ თქვენთვის მომინდია მე კიდე თუ შემობრძანდება და დაწერს აი მე თრევაც აღარ იქნება თრევა იქნება ისეთი ვიდეოში თრევა აღარ იქნება ინტერნეტ სივრცეში თრევა იქნება მე ძველი პლაშივით ნახმარი პლაშივით კაცო არავის საქმე არა დაგემშვიდობებით შენი თუ შეინახე შენ თუ შეინახე იგი 15 ენა 15 ენა არავის არ აინტერესებს საერთოდ ტვინი ენებით გამოჭედილი ეთქობა და სხვა ვეღარაფერს ვეღარ იტევს ფანტაზიაც საერთოდ მუზე დაგეცა მეც აბა ჰედა აბა ხო კარგი ტვინი გაგაციებ ო კარგი გამახსენე დედა ტვინი გაგათოშილი ო ეგენები როგორ ჩაგივიდა მაგ ტვინში არ ვიცი 15 ენა როგორ მიიღო შენმა ტვინმა და ერთხელაც იქნება რომელიღაცა ენა მოგივარდება და მე იმას აქენი რა ქვია იტრაბახე რომ 15 ენა ვიცი ილაპარაკოს და იყოს რა შენ გარამიტის და კიდე პრინციპში მე არ მინერვულია მაგაზე მაგ შენ იმაზე რა ქვია 15 ენა ვიციო და ისაო რა ქვია განათლებული ვარ 3 დიპლომი მიდევსო თან 3 კი არა 15 ენა ვიციო და 3 კი არა უფრო მეტი უნდა გედოს კაცო ედოს მე რა არის მე მაგითი რა გედოს 3 კი არა 100-ის გედოს რა ქვია დიპლომი მაინც იგივე არარაობა დარჩები როგორიც იყავი როგორიც ახლა ხარ რა მნიშვნელობა აქვს მაგას რა მნიშვნელობა აქვს გიჩემნია წახვიდე სული გაიწმინდო რომ აკოთე ის არა ქვია კომენტარები კანალიზაციას ნუ დაამსგავსე კომენტარები მიბრძანდი შენი ადგილი იქ არის კანალიზაციაში კარგად ბაი ხალხო დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე ადიოს ახლა ქალო შენაკედან ადიოს გნახენი ახლა აქედან დროზე სომხურად გეტყვი თუ სომხური კარგად იცი გეწოდინება რაც გითხარი ქენი ახლა აქედან დროზე თორე აჰა ხალხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ინგლისურად არ მინდა ძალიან ბლაშე გამომივა უთხარი რა პრობლემა ხო დაგემშვიდობებით ხალხო ახლა მომავალ ვიდეომდე არ მინდა რომ ძალიან გადავამლაშო და ძალიან იმას აქნა რა ქვია ეწყინოს ცივი წყალი დანიოს აი დაარდი თუ ეწყინება აბა ბაჰო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე კომენტარებში ნებას გაძლევთ რომ ათრიოთ კარგად აბა ბაი